მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით რა თქმა უნდა ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი ისევ და ისევ წარმოგიდგენთ ყველაზე მაგარ, ორიგინალურ, სასაცილო და გასართობ შოუს გააცინე და მოიგე. ჩვენი ელექტრონული მისამართი სავსეა, ტევა არ არის განცხადებები, რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენთან ყველაზე მარტივია მოხვიდე და 5 წუთში მოიგო 1000 ლარი. უბრალოდ უნდა გააცნო ჟიურის წევრები და ესენი არიან უცვლელი ჟიურის წევრი ნიკოლო ზარაბიძე და ეკა აფჩილავა. აპლოდისმენტები. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? მადლობთ. კოცნას ვაპირებდი უბრალოდ. აქეთ ისე ეჩქარება. ისე ეჩქარება უბრალოდ. სიცილი მინდა ბევრი. ესე იგი მინდა გიორგი რა ვთქვა, ნუ ეკა. სასიამოვნოა ეკასთან ერთად რომ ჟიურიში მიწევი ჯდომა, მაგრამ დღეს ასევე მძიმედ ღიგველოდება მეც და შენც. რატომ ნიკოლოს? იმიტომ რომ ეკა ყველაფერზე იცინის. მართალია? ძალიან კერეცინება უბრალოდ თulis რომ უხდება ძალიან სიცილი. მეც ვეთახმები, მაგრამ ამ შოუში ძალიან არ გიხდება. არ მოგიხდება, ეკა მე აგიხსნი მარტივად. ის არის სეიფი, სადაც არის ჩვენი ხელფასები, ჩვენი საჭმელი, სასმელი, გადასახადები ყოველთვის ბოლოს და ასე შემდეგ. ამიტომაც თუ არ გაუფრთხილდებით, რომელიმე მოაკლდება ჩამონათვალი რაც იყო იქიდან. რა ვქნა შევეცდები მაქსიმალურად მე. მაგრამ სამართლიანად. თუ გვეცინება გავიცინოთ. ესე გაუღიმეთ და ხათრით არა. ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გაუფრთხილდეთ ჩვენს ბიუჯეტს. ეს მაინც ჩავაქსოვე პატარა. თქვენი ადგილი თუ შეიძლება მე ჩემს ადგილს დავიკავებ. როგორ მოგწონთ? აი მე ფანტასტიკურია. შვენიერი. ჟიურიში პირველად და მე მინდა მოგიყვეთ ჩემ ბორდის შესახებ, ბორდი შევარქვი მოფერებით ესე საყრელად. აქ არის მონიტორი, რომელიც არის შუაზე გაყოფილი და აჩვენებს თქვენს სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებ. საკმარისია გაგიღიმოთ, მე გავაჩერებ დროს და გადასცემთ თანხას. უკვე გაეცინა რა, კარგია. სამყაროა მოიგო 50 ლარი. სამყაროა მოიგო 50 ლარი. შვენიერი. აქ მაქვს 3 ღილაკი. ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს რომ დრო დაიწყო, თეთრი ნიშნავს რომ დრო დამთავრდა, წითელი ნიშნავს რომ თქვენ გაგეღიმათ და მე დრო გავაჩერე. ყველაფერი მარტივია, გასაგებია. რამე შეკითხვები ერთმანეთში რამე ხო არ გაქვთ გასარკვევი, რა ვიცი, მაინც ისე. რა ვიცი. არაფერი, დავიწყოთ. ეკა გავაფრთხილე. ყველაფერი ვიცით, ყველაფერი. მაშინ დავიწყოთ. ჩვენი პირველი მონაწილე ოლეგ თავაძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო ოლეგ. აპლოდისმენტები არ არის საკმარის. რა ადრე შეწყვიტეთ. გამარჯობა ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო ოლეგ. მოგესალმებით ბატონო ჟიური, ბორტის დირექტორი ხო? დიახ ბატონო. როგორც გაგეთ მაყურებელს და რუსთავი 2-ის თლიანად საქართველოს მაყურებელს მოგესალმებით. გაიხარეთ, მადლობა. ნუ თქვენ ანკეტას გადავხედეთ, ნუ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ გიწერით, ჰობი გაქვთ. მოგზაურობა, ნადირობა. შვენიერი ჰობია. შვენიერი ჰობია. შვენიერი. აღარ დავა კონკრეტი იქ ნადირობის კიდე. კი ბატონო, თოფი დადიხართ სამოგზაუროდ თუ იქ ხდება რო ჩადიხარ. იქაც ხდება და აქედანაც მიყოლებ ხარ და. ანუ სერიოზული მონადირე ხართ? მეტნაკლებად. ანუ ჩვენ რაღაცით საერთო გვაქვს რაღაცეები. თევზაობა, ნადირობა მე ძალიან მიყვარს. ცოცხლე შემოგელით დაკპატიჟებ მაქვს რაღაცები. მეც არ დაგავიწყდეთ მეც. მაგრამ გააჩნია დღეს თუ მოიგეთ, მაშინ წამოვალ და ღმერთთან უკრას და თუ წაგეთ, მაშინ ვერ წამოვალ სარადიროთ ახლა თოფით. საერთოდ მერე უკვე საჩიშია ნამდვილად. შეიძლება რამეს ხომ არ დაამატებდით? ესე იგი დიახ. ველი და მაინტერესებს როგორ გამაცინებს და შესაბამისად. სავსებით საკმარისი. მომზადებული ვარ. დიახ. ეხლავე დავიწყებთ. ბატონო ოლეგ მე სერიოზულია მივიღებ. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო ოლეგ, მე მინდა წესები გაგახსენოთ. ვიცი რომ იცით, მაგრამ მაინც გაგახსენებთ. ჩვენ გვაქვს 5 წუთი. პირველი წუთი არის 50 ლარიანი, მეორე წუთი 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარიანი. ჩვენ შეგვიძლია წარმატებით დამთავრებული წუთის შემდეგ გავაჩეროთ თამაში, ავიღოთ თანხა და წავიღოთ სახლში, სადაც გნებავთ, სანადიროთ, როგორც ან გავაგზავნოთ თამაში, მაგრამ თუ ვერ გავაცინებთ ჩვენი პატივცემული ჟიურის წევრებს, მაშინ თანხას დავკარგავთ. წესები ძალიან მარტივია. მზად ვართ. მზად ვართ. მაშინ დავიწყოთ. მოემზადე. 1 2 და 3.
მე ახლა პატარა ეპიზოდებს მოვყვები საქართველოს ყველა რეგიონში ვინც მაცხოვრებელი გვყავს იმერელი, გურული, მეგრელი, აჭარელი და ასე შემდეგ დავიწყებ მეგრელით შევიდა მეგრელი სამავტყოფოში კარებზე აწერია თოფურია შენგე ნაცვალი მეგრელი ბიჭო მეორე კარებზე კვარაცხელია აბატონო მესამე კარებზე აწერია შენგელია შენგე ნაცვალი ბოლო კარებზე აწერია უბორნია მეგრელები მუშაობენ აქ ბატონო მე გურიაში ჩაიტანეს ორთქმავალი ჩავყვა ინჟინერი კლუბის ავსია ერთი ამბავია ეს არის ორთქმავალი აქ წყალმა ჩავასხეთ აქ ნახშირი უნდა ჩავყარო აქ ცეცხლი მოვუყიდოთ წყალი ადუდება ორთქლი გამოვაპარავდით გუშები მიარტყევ და წავიდა გამოვიდა გული რაი ძამა მაინც შენ გამეიგონე კიო შენ აბდალი ხო არ გონი ვარ ძამა რატო კაცო ბიჭო ადუღებული წყარო ჩამოწყა პიში და მუგუძალი აქანი გამიკეთო მეც გავიქცევი მაი რა მოგიონებიაო ნიკოლოს გაგეცინა მორდებულად მაგრამ გაეცინა რაზე გაგეცინა მუგუძალ მუგუზლამდეთ კიდე ახალი სიტყვა გვაქვს მუგუზლამდეთ შვენიერი ბატონო ოლეგ თქვენ 50 ლარი გაქვთ კარგი დასაწყისია თუმცა მაინც გეტყვით რომ 15 წამიც კი არ იყო დარჩენილი წუთის დამთავრებამდე ესე იგი აქტიურად უნდა ხო ცოტა აქტიურად ვაგრძელებთ ესე იგი კი ბატონო თქვენი ნება 1 2 და 3 მეგრელი შევიდა ზოოპარკში უყურეს მაიმუნიზის შენგე ნაცვალი გადავუგდო ატამი შეჭამა გაიკეთა უკან კურკა მერე გადაყლება გუიე გადავუგდო ატამი კიდე შეჭამა გადაყლება კურკა უკან გაიკეთა მერე გადაყლებას დირექტორთან მიუნა ეუბნება იქ მაიმუნი ნახე ბატონო გონია მერე თავიშკაზე რატო ატამი შეჭამა და კურკა უკან იკეთეთ მერე ყლებას გასო ის ძალიან კაი ჭკვაზია ჯერ ზომავს თუ გამოეტოვა მერე ყლაპავს თორე ისე გადაყლებავდო პრაქტიკა და თეორია. კახელი მოვიდა სახში ბავშვი, მამამისე უნდა მამა, ხვალე სკოლაში ამბავი უნდა მივიტანო, ჯო, რისიო შვილო. რისიო და პრაქტიკა და თეორია უნდა უთხრაო. მაგარი რა უნდა, ბიჭო, დაჯექი ხა, დაუძახა ცოლსა. მოდი ახალო. მეზობელი უკან ხოიციო, მიხაო, ვიციო. 1 მილიონს გვაძლევს, და ეგრეთ თქვაო, შენი ცოლი უნდა ვიხმარო. მარას ვიდამო, კაცო. საჭმელი შენ არ მოგაგო, სასმელი შენ არ მოგაგო, უბუშევარი, ჯანდაბათ მაგის თავიო. დაუძახა უფროს გოგოს. ჩვენი მეზობელიო მიხა ხოიციო, მაგი ბიჭი ვანოა, ეგრეთ თქვაო, შენ ქალიშვილად დამაწვინე 1 მილიონს. წაუყებიო, მამა, სტუდენტი ვარო, ეს არ ამაქვს, ის არ ამაქვს, დაუძახა პატარას. მოდი ახო, გავყებიო იმანას. აი შვილო, ეხლა სახში ჩვენაო, თეორიულად 3 მილიონი გვაქვს, პრაქტიკულად კიდე 3 მილიონი. სამწუხაროდ ბატონო ოლეგ თქვენ დრო არ გეყო, თუმცა დარწმუნებულია რომ სასაცილო ფინალი იქნებოდა ამის. ის ცოცხლე. არა? ვერ მოვასწარ. დრო 1.5 რო იყოს უკვე რაღაცა იქნებოდა. რაღაცა იქნებოდა. თუმცა მეორე გადაცემაზე აუცილებლად მეწვიეთ ისევ ამოვკრიფავ იმ ეპიზოდებს რომ ზედმეტი დრო არ დავხარებ. აი დი. სწორად მიხვდით ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ოლეგ. აპლოდისმენტები გავაცი. კეთილად მენახეთ. მაფარდი. რა შემიძლია გითხარი? გადაცემის შინაარსი ძალიან კარგია. თვითონ ის ფაქტორი რომ ტექსტების ამოკლებით ვეღარ ახერხებ მთლიანობაში მოყვის რაც გაქვს ჩაფიქრებული, იქნებოდა ძალიან კარგი თუ კი გაითვალისწინებენ დაწყებული ამ მოყოლის პროცესი რომელიც იქნება არ გაჩერდეს დაამთავრებინონ და აი მე უკვე იქნებოდა ის იმიტომ რომ ნახევარწყვები ვეღარ ასწრებ მე თითქმის ამ დროს დრო გავიდა და ის შინაარსი რაც უკვე ეთეს უნდა ყოფილიყო ვეღარ ჩაეტია დროში სხვა მეტი ნაშენი წარმატება უნდა უსურო სიკეთე მინდა უსურო და ღმერთმა არ მოაკლოს ნახველი და მაყურებელი შემძლებია ესე გრიმილის არც ისეთი ადვილი გასაცინებელი ყოფილი ხო ძალიან ისე ჩაუჭი სერიოზულად უბრალოდ მე ბატონ ოლეგზე მინდა რომ თქვა რომ არც ვერ მოასწრო ჩემი აზრით კი აი წუთი არის ძალიან ისეთი რა წუთი და 5 წუთი და 10 რო იყოს უკვე საქმე იქნება რა იმიტომ წუთი ძალიან წუთი და 5 წამი იქნება წუთი და 5 უკვე რა მაგრამ სწორად მიხვდა ადამიანი მთავარია რაღაცა ისეთი საუკეთესო მომენტები ამოიღო და გააჟღერო იმიტომ რომ წუთში ხანდახან ვერ ასწრებ ეს არა უშავს ხდება ხოლმე მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. შემდეგი მონაწილე არის საბა ბოკაველიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა საბა, გამარჯობა. მე მგონი რაღაც შემეშალა, ხო? შემეშალა რა, გვარს გულისხმობ, ხო? როგორ არის გვარი? მე ვარ საბა ბოკელავაძე. გაიგეთ და არა ის ბოკალავიძე რო თქვი. რომელმა თქვა თავიდან მე დარბაზში გავიგე და გავაჟღერე, თორე მე კი არ და მაპატიე ჩემო კარგი. მაპატიე ხდება ხოლმე ასაკმა თავისი იცის. რამეს ხომ არ დაამატებით კი არა და რამეს ხომ არ. მე მაინტერესებს ერთი რაღაცა. საქმიანობაში რაც გიწერია. ვერ გავიგე თუ ეგრე უწერია. კერავ დარღვეულ გოგოებს. სწორია? აბსოლუტურად. მას ვერ მივხვდი და დარღვეულ და დაფხრეწელი თუ გამომხედავს, მე თორე კაი ვინ გამეიხედავს, ჩემგან და ჰობი ეგ არ ეწერა ჩემ გვერდზე ჯდომს და ვერ გადავიწერა
და მე მჩხილებში გიწერია ცეკვა. ეს გაგახსენდა უბრალოდ. არა, მაგი მეორეს ეწერა, გვერდზე და მეორეს ეწერა. ხო და იმის. ანუ სწრაფი ხარ. კი, ჩქარი. ყველაფერს ასწრებ. გოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? დავაგებ გზებს, ყოველ ოჯახს დაურიგებ 20 ლარიან ვაუჩერს, სოფლის მეურნეობასაც არ დავივიწყებ. თუ გვაქვს საშუალება, ხლა. არის ნიკო. ვერა ხო მაგდენიც ვერ გავწევით, მაგრამ 15 წლის ხარ, ხო? და მომავალი მინისტრი მაინც ყავს აქ ისეთი ჩამონათვაში სამგზავრო დამავწდა ქუთაისამდე, ქუთაისელი კაციო და სამგზავრო და თან თავარი ქუთაისელია. ხო. ხედავ რა ქნა პარლამენტის გადატანა ქუთაისში. ხალხი უკვე პარლამენტარულად აი. ფიქრობს. კი ბატონო, მე თანახმოვარ მოусმინოთ ამანდავე. თქვენ რა სიტყვით გალბატონო ეკა? ჩემო კარგო, საბა, წესები ვიცით? დიახ. მზად ვართ? მე წარმატებებს გისურვებ. 1, 2 და 3. ესე იგი, თბილისში რო ჩამოვედი, შეკითხვა გამიშთა. ქართლის დედა რო ყავს, ქართლის мама რატო არ ყავს გამარა? რაცხა კაც უნდა ეკავს, ხეში? ხმალი და ღვინო ამას უკავია და იგი ბუკეტით ხوار დამიდგებოდა, ხა? ესე იგი, შემოსასვლელთან ვიკითხე, ეს ის ახალი გადაცემაა, თქო? არაო, არაბიძემ. უბრალოდ ახალი პეროლით არის გარეცხილიო. რაენა, კაცო, რაენა. ესე იგი, ლიბერტი ბანკთან მდგარმა მოხუცებულმა იმხელა დეიფურთხა ხეზე მთელი რიგის პენსია გადათვალა. ოჯახში ისე გვიჭის, მამაჩემი პურს მეზობლის ხაფანგიდან იპარავს. ესე იგი შენი ბრალია რო გამეცინა. ჩემზე გაგეცინა? მომეც 50 რას ლარი. გეტყვი? მე იმას რატო ძალიან სერიოზული სახით იჯდა, ხო ხდებოდა რომ ახლა რაღაცა ის ქონდა. რა? პატარა კომენტარი ქონდა და აი რამდენი ხანი ვითმეცი ძლივს მე მაინც გა. მე მქონდა ანუ გიორგის 50 ლარი და აქეთ ჩაულებროთ გავაგზავნოთ პირველ მე 50 მე მაპატიეთ ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ. ეს 50 ლარი შენ. 50 ლარი დამსახურებული შენ. ვაგზელებთ თამაშს. დიახ. მე დაგეხმარებ კიდე გავხედავ გავაღებ. 100 ლარზე ვთამაშობთ. 1, 2 და 3. ესე იგი, ეგი რა ნახათ შემა თვალებმა, ეგი რა ნახათ შემა თვალებმა. მეზობლის გასვენებაში ისე ცოტა ხალხი იყო თვითონ ტარიყნი და კატაპალგიდან ყვავილებს. აი, კაი სასაცილო შუთ გაიყო, მაგრამ ესე იგი გამეიგონენ ქართველი გასაბერი ქალი. სანამ ცულად არ მეიყვან გასაბერი პიპკა, სადა კი არ გეუნება. ესე იგი, მამაჩემი ნიკოლოზი. მე მერე გამეცინა. ჩაახველე თუ გაგეღიმა? რაღაცა ესე ქენდი, ჩაახველე თუ. გიმილი არა, იყო. გასაბერი ქალი ტიპკაზე გავა, სად უნდა კონდეს? ახლა ისე გასაგურებ. აბა მეცე სად უნდა კონდეს ეხლა? უბრალოდ ხო. პიპკაში 100 ლარი მოიგე შენს ფათაშორის გიმოცავ. 100 ლარი გაქვს. წინ არის 200 ლარი. არ გვეშინია რომ დავკარგოთ და წავიდეთ იქნებ სახში, არა? არა. ვაგზელებთ? დიახ. ყოჩახში. 1, 2 და 3. ესე იგი, ტრავმატოლოგიურში რო ვიწეხი, ტრავმატოლოგიურში შემიყვარდა ერთი დამტრეული დალეწილი გოგო და ისე კარგად ავეწყვეთ ერთმანეთს. სიტუაცია ზუმის აქცია დათა თუთაშიას დროს. ჰაკი გუშენ თუმანი და გეიძრე ორჯერ. სიტუაცია ყავის ავტომატი თბილისის ძველ პარლამენტში. ტკიშ, ეს ტკიშ ხუდის ჩაგდების მაგ. ტკიშ. ინებეთ თქვენი ყავა. სიტუაცია ყავის ავტომატი თბილისის ახალ პარლამენტში. ტკიშ. დამატე ბოჯო. ტკიშ. დამატე თქვა ბოჯო. ტკიშ. მეცა, მე მოგაწვდა, ხო? თელი დღეა წელი მტკივა გუშინ მიწექი ლეჟანკაზე. ანდარა ჯანდაბამ დამავიწყა გაშლა კიდო. პიკასოს ბიჭი გაგვილოთა ქუთაისში, პიკასოს ბიჭი. რო დათრობა ღამე ამოატრიალებს იმქუდებს და დასალევის ფულს აგროვებს. ხამსიას ეკითხებიან ხამსიას, რა ჯანდაბა, ეგი რანაირი სუნი აგდისო და ხამსიამ გამეგეკიდოს იმ ხელას ვიგენდა რა. სამწუხაროდ. არადა? არადა ხდებოდი. უკან ძალიან საყვარელი სიცილი მესმის ხოლმე. უკან არ გესმით? უცებ ძალიან საყვარელად ერთი ცალი. ძალიან საყვარელი. რა ვქნა, აი რა გავაკეთე? მე გითხარი შენ რომ ჯობდა 100 ლარი წაგვეღო წავსულიყავით, მაგრამ არა უშავს. იმამაცე და დამარცხდი, მაგრამ არა უშავს. დამსახურებული აპლოდისმენტები შენ. აუცილებლად. ძალიან სანერვიულო ამბავი შემევთხა, ძალიან სანერვიულო. ვერ მევიგე და პროფილში მაინც წავალ ვიტირებ ერთ-ორ კაპიკს ვიშოვი რაღაცა. აქეთა ხო პროფილის სტუდია, აქეთა ხო? კაი, მადლობა. ზეგი ძალიან საჭირო ნიჭია რომ დროზე გაჩერდე, ხო? კი ბატონო, კი. დალევაშიც და აქაც.
რომ იგრძნო რომ ეს არის საკმარისი, მორჩა. ამ ახალგაზრდა ყვაწვილზე მინდა ვთქვა რომ ჯერ 15 წლის არის და ძალიან საინტერესო. კარგად იწყებს ერთი. კი ბატონო, კი ბატონო. კარგად იწყებს. მომავალი აქვს. მომავალი აქვს. მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის ლიკა მარგველაშვილი, აპლოდისმენტები. მოგესალმებით. როგორ განწყობაზე ხართ? ყველად კი არ ჩამოვსულ ვარ ბატონ ნიკოლოსთან მოკითხვა ჩამოვიტანე, ესე იგი ბატონმა სერგომ დამაბარა, ახლა ხონში ვარ და რომ მოვალ მერეო. ასე გადაეცინი გასო. კაი, გენაცვალე, კაი. გასაგები ჰობი გაქვთ? ესადა. მრავალფეროვანი, ძალიან. ცეკვა, მუსიკა, ხატვა, ბუზღუნი და შურიანების გულზე გასწიება. ჩვენიერ. ისმის ლოგიკური კითხვა, ბევრი გაგისწიებიან? თავს კდარან კიდევაც. კი ბატონო, მაინც შორიახლოს დადეკით. გამოყიდეთ თანხას, მაგრამ გამოიყენებს ძალიან პირველ რიგში კაპლს ვიყიდი იმათ მოსასულიერებლად, ვისაც ჩემი წინსვლა აღშფოთებს. ხო, სერიოზულად ხარ მოსული რა? სერიოზულ. მე წარმატებები მინდა გისურვო და შეკითხვები რამე სასაუბრო აღარ ამოქვს. შემიძლია თქვენ მოგისმენთ. ლიკა მზად ვართ? 1 2 და 3. მოგესახსენებათ, ახლა ქუთაისში რომ გადმოიტანეს პარლამენტი, ნუ ჭკუაზე აღარ ვარ ქუთაისელი და ერთ-ერთი პარლამენტარი ეკითხება, ახლა ერთ-ერთ ქუთაისეს, როგორ მოგწევთ პარლამენტის შენობა? მაი ახლა სიმო რაფერა აიცი? გვალია საზამთროსავით. შუქები როანათებს ღამე, ქეა მართლა წითელი და თესლებით ქეა კიდე სავსე გაძეძგილია. სვანი მივა ეკით. ეკება თავი მტკევა. მე არიცით სვანე სადა გაქვთ თავი? ჩადი მეორე სართულზეა პროქტოლოგი. ესე იგი ქუთაისში მერს ისეთ სისწრაფით ცვლიან, დაცვის თანამშრომლები საღაზი დამაღზავრებასაც ვეღარ ასწრებენ. მიცვალებული ეზოში იმდეჯერ აბზელის შეეშალათ ახლა და ეზოში რომ უნდა გეეყვანათ, ასე შემოაბრუნე შეიტანეს ზალაში. წამოვარდა მიცვალებული. თუ არ ვიშავ თქვენ შემისებო, ქემითხარ და გამაზრეთ აი შავ კოსტუმი რომ იჭერს ორი ზომით პატარა რომ აქო. გაგეძინა ნიკუშა? ეს კონტაქტორის მაგისტრის არსებობს აკადემიალი და შენი შეხსენება არ მინდა. ჩემი გაჭირობა მაქვს თუ გამეცინა. გადარჩა ხო? ფაქტიურად. ნიკუშა. აი, გუთაის გადარჩი გულახდილად გეუნები, იმიტომ რომ ერთი წამი იყო. კიდევ გადარჩებით? ხო რა. ვაგრძელებთ ანუ. 50 ლარიც თანხა ასე თუ ის. მე ჩემი გავაკეთე 1 50 ლარს ქუთაისში ფულს არ ეძახის არა. არ ეძახის არა. 1 2 და 3. ესე იგი ისე გაძვირდა ყველი ხო? ახლა ძროხის ავტოგრაფით იყიდება და სულგოს კიდე საახსოვრო სურათი მოყვება ყველთან. ესე იგი მაროიეს იმპერი მომსხრიკული ბავშვია ყავდა ასე ბიბიაქალმა ასე გამოწოლა ნეგატივით. ესე გურული ქალი მოკვდება იმპერიჩქა და მიქელ გაბრიელის ძლივს ეწევა გამოსვენების დროს. ნაზიკიერი იმპერი უჯგო იყო, ეძია ბევრი თხამარად ქედარჩა მშიერი. საყვარელო. დედაჩებს ახათაბადების დღეზე ხალი ჩაუყიდო. რატო კი მარა? ვეღარ დაფრინავ ცოცხით. სასაცილო რა არის, ისე გვეუბნება რომ და გაგვეცინოს. დევს შიგნით დევს. მაგრამ ნიკოლოზმა დაგასწრო, რატო? მე შემეჩინდა. რატო? აი ამ რატო მოაგებინა 100 ლარის ფოტოშოპს? გილოცავ, შენ უკვე 100 ლარი გაქვს, გადასარჩენად არ ქონდა საქმე, დარჩენილი იყო დრო, ვაგრძელებთ თამაშს. კი. არ ნებდები. არა. სოციალთა. რა გავაკეთო მეტი? 1 2 და 3. ესე იგი მოდის ახლა სოფლიდან ავტობუსი მოჯაგჯაგობს ასე და მოაგვაროიას კვერცხები ასპაფას დაწყობილი და მოიცა ლელა დემეტრა კვერცხები გაჩვენეთ გალუშველი ფათხაზე მაინც აწყდა მე მკითხი აგერ გოგლი მოგლი რომ აქ შარვალში რა გამიცი რა გაცინებს დამხობილია კაცი როგორ გაიმართა თავი რა ვქნა გამიცინა კაცი რა იცინე კაცო შენ მაგრამ გაჭირებაზე კი არ უნდა იცინო ადამიანი ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი აი მაქსიმალურად ითმენ და ითმენ ხო არ გამომდის რა ვქნა ილოცავ 200 ლარი შენია გარისკავ კიდე კი 2 წუთია მოვისუნთქე რა ვიცი რამდენჯერ გავაფრთხილე შემდეგი ტური არის 400 ლარიანი და საფინალო 1000 ლარიანი
მე გისურვებ წარმატებებს. 1 2 და 3. ასე გადრიგინებული ნაზიკეთგი, ასე ავტობუსში და იქანი რუბილიკის როგორ უჭოფ ასე სოჩიქს და გაჩერდება, ასე უყურებენ ბიჭები ასე, ხო? უითვეს ახლა ნაზიკი ასე დგია. ხალხი მიფრინავს თვალეზე და ნანახეთ ერთი ამ ჩემსაფში რომ მიზრობით ასე გაძარებულია. ეს რუსთავი ორ სუხტის აღაბოდი და ჩვენ რომ შიანი დაგტოვა ხო ხდები ხო აპატია. აი მე დედა მართლა 400 ლარი შენია. გილოცა ვეკა ესე თუ გავაგზელეთ საფინალო დედას გეფცები. მე ვაგრძელებ. შო რა სიზავ განაცვალეა. ჩემი მეძე აგზელებს. ვეკა მობილიზდი შენი ხუკუნიც მაცინებს სხვათა შორის. მე ჩავახველე, შიდა შეხველება მქონდა. 1 წუთი? თუ კიდე წავა საერთოდ არ არის პრობლემა, სხვა დააჭერს აქ. ფინალი 1000 ლარი. 1 წუთი, 1 წუთი. დაფიქრდი კარგად, თვითონ 400 ლარი წახვიდე, რა ვიცი, 400 ლარად, რა ვიცი. მათხოვე მოდი ავარჩიოთ ერთად. არის რამე? როგორ ფიქრობ? 1 წამით მომეცით და თუ რა შვები? მე ხალხს გავესაუბრებია, რა შვებით როგორ ახლა. კარგად, მე შეკითხე რაც კონკრეტულად. მეგობრებო, დაგვიბრუნდა. ვაგზელებთ. აბა მოემზადეთ ფინალური წუთი 1000 ლარი ჩვენი ბიუჯეტი შიმშილი უშუქობა ყველაფერი თვალწინ მაქვს 1 2 3 ვაიმე საყვარელო დედა წრევა დააწყადე და ჩემდედა კაი აფთარია მაგის არ შეაჩას ხა ეს თუ გეშინია შენ ესე იგი მაროია სიმხელა გარიჯგვინებული თავი ქონდა წარმოიდგინეთ ახლა ასე კეფი და როევიდო და ტილი ქოჩორჩი ხო გზაში ერთ-ორბოც რედბულს სვამდა რედბულს ძალიან კარგი ესე იგი პირველ ღამეს ახლა ცვალებნება ქმარს ვერ მიახვედა აი მისაყვარელო მცივაო მოუტას ახლა და გადააფარებს ეგ აი მისაყვარელო კიდე მცივაო კიდე დააფარ და მე ვიყინები საყვარელო ისე მცივაო ვერ მიახვედს საყვარელო მე ერთი ხორიტილი მაქვს თუ იცი ეგ ჰალო ვერ თქვი აქამდე ქევიცოდი მაქედა რო გიბერავდაო გიბერავდაო ესე იგი სვეტკი გოგო ესწრება გაიძინა რა იყო ნიკუშა გაიძინა ბიჭიკი აი ხედი ინტერესია ნიკუშ არ გეგონოთ რომ მიხარია უბრალოდ რამდენჯერ გაგაფრთხილე რამდენჯერ 400 ლარი შეგეძლო წაგეყო მაგრამ არა გაიცინეთ თან დაუმთავრდა ხუმრობები და მე ესეც ცდილობს რა არის ხა ეს ვერ გავიგე მე მინდოდა გულახდილად მინდოდა რომ შენ 400 ლარი აგეყო და წაგეყო დამსახურებული 400 ლარი სხვათა შორის მაგრამ გარისკე ნუ აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს დიდი მადლობა კიდევ ვეშკრე და ალბათ 1000 ლარსაც წაიღებ სტამის მიცემის ფაქტი ეს შეინახეთ და გაგახსენე აპლოდისმენტები მოვიგე კინაღა მოვიგე ესე იგი მაგრამ რას ვიზამთ ესე დაჩა ჩემი მტერი გულზე გავუხეთქავ სხვა დროს გავუხეთქავ საკმაყოფილი ვარ მე ჩემი გამოსვლით დიდი მადლობა ყველას საყვარელი რამდენჯერ თქვა რომ დროზე გაჩერება ძალიან კარგი თვისებაა რა წერია მანდ მიტომო იმდენი ჭკინტი და რო ჭამაო კუჭი გაუჩერდაო და ექი მაგას აღარაფერი ეშველება წისქვილის ქვებს თუ გადააღლავებთ აიო ვამბობდი 400 ლარი წაიღო და წასულა შემდეგი მონაწილე ეს არის დუეტი თორნიკე კაკალაშვილი და გოგა მახარაშვილი აპლოდისმენტები გამარჯობა ასაკი მაინტერესებს თუ შეიძლება 16 რა გვაინტერესებს? რა გვაინტერესებს და გვაინტერესებს, ესე იგი, ანკეტაში უწერიათ ერთნაირი რაღაცეები და რატომ ისმის კითხვა? არა, ერთი 16-ისა და მეორე 16. რატომ უწერიათ ერთნაირი რაღაცეები? ჰობი განსაკუთრებულად ესე იგი, ჩვენი ჰობიები ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი და თქვენი
ქვეწარმავალთა გაორკეცების პროცესის მეთვალყურეობა და დაჯაბნა. ასე ვერთობით ჩვენ. აი, ახალგაზრდა. თავისუფალ დროს. საინტერესოა ძა. კი. რა? მოდი შევერთ. რა ერთხელ წავი. ქვეწარმავალთა გაორკეცების პროცესის მეთვალყურეობა და დაჯაბნა. რეპტილიებში არ აგერიოთ. ქვეწარმავლები. მე მადლობა, მე გავიგე, კი. გოგას აქვს უფრო განვრცობილი. ქვეწარმავალთა გაორკეცების მეთვალყურეობის და დამჯაბნელის დახმარება და წარსულების ხსოვნა და არ დავიწყება. წარსულების ხსოვნა და არ დავიწყება, ჩემი ჰობიც არის 100 წელი მინდა. რო იყოს და მე ვიღაცა სხვას გადაულოცავ. ამ ჰობს. მე ერთმა დიდხანს ვასაცხოს და ეს შოუ იყო 1000 წელი. დავიწყოთ მეგობრებო. კი ბატონო. ბიჭებო, მზად ვართ. მზად ვართ. წარმატებებს გისურვებთ. 1, 2 და 3. მინიატურა ბოროტი ექიმი. ექიმა მითხარი რა როგორ არის ჩემი ძმა? თქვენი ძმა ესე როგორ გავიგე ხარ სიმპტომით მოვიდა. ხეცმა რო დაგლიჯა კაცო. ხეცმა რო დაგლიჯა, ეგ დერეფანში ეყარა, კაცო დამლაგებელს კითხე, ეცოდინება მაგას უეჯვეჯა. ესე იგი, მეფეო, ეკატერინე მეორე მოკლეს. კელე ბიჭო, კელე მოკლეს. ბიჭო, კესო ბესოს და ბიჭოლას ეყოლა ჩვილი. ვაიმე, ვის გავს? ვის გავს კი არა, რასა გავს, რა, ეგუბედური ეგ. ბიჭო, ცოლი მოვიყვანე. შენ ვინ გამოკ. რატო ლამაზი გოგოა და კაი ოჯახი შვილი არის, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს რა. რა ნაკლი აქვს ხა? ზექალას ეძახიან ბავშვები. აი კიდე შენაც გამოყვა სხვა რამეს ეძახიან, სხვა რამეს. ბიჭო, ერთი გოგო მოდის რა. რა საკითხი? მუშცეფერებოდა. გაგეგიმა. არ შევიძლია ეს არა, ოჯახში ადამიანები ვართ ყველა. კი, აი, მართლა ძალიან ნერვიულობ, რა გავაკეთო? აი, შიგნით. რა ნერვიულობს, გაიცი, გას უგეცინე. ხომაკლა კაცო ამას. მართლა ეს მე შედა მეორე ჯიურში აღარ ჩავჯდები რა. არასოდეს. არა, ფეხზე თუ დავდგები თორე. ბიჭებო, გილოცავთ 50 ლარი გაქვთ. პირველი წუთი წარმატებით გადავლახეთ. რას ვაკეთებთ ახლა? ვაგზელებთ? ვაგზელებთ. შვენიერი გადაწყვეტილება. 1, 2 და 3. ბიჭო, ერთი გოგო მიყვარს რა და უნდა დამეხმარო, ხო შენ გამოსტილი ხარ მაგას. როგორ დაგიხმარობა, მითხარი? რამე მირჩიე რა, ეხა რა. რავი, მე რა გირჩიო, ბიჭო, მიდი და რასაც გული გიკარნახებს, ის უთხარი რა. ჯიგარი ხარ რა. ეკა. მე შენ ცა დუპ. ესე ჟანადარკი დაწვეს. კი, ბიჭო, ჟანადარკი დაწვეს ეგ. ჟანა, დაწვეს ვამა და დაწექი რა, არ შეიძლება შეთვის ადგომა. ბიჭო, კომბლეირო არის, ხო იცი, მაგას რო ხარ ყავს, ჭრელა. ხო. უყვარს თუ იცი. ესე უბრალოდ. ჟანადარკი რო დაწვეს. მართლა ვერ მივხვდით, გაეცინა თუ სპაზმი იყო, მაგრამ რაღაცა ის. ჟანადარკი რო დაწვეს და დაწვეს. დაწვესო, უშიტყეში შევედი, დათვინახე დამწვარი, ვინ დაწვა? თვითონ დაწვა. ამასობაშია 100 ლარი. 100 ლარი. გილოცავთ, ბიჭებო, 100 ლარი გაქვთ. ვაგზელებთ ამას, წინ 200 ლარია. ჩახედონ ერთ წუთი. აბა 100 ლარიც საკმარისია, 50 ლარი 16 წელს ასაკში რო მქონო და აი, ვაგზელებთ. ვაგზელებთ. აპლოდისმენტები. 1, 2 და 3. კომბლეს რო ყავს, ხო ძროხა ჭრელა. ხო. თუ იცი უყვარს ეგ. უყვარს კი არა წველის, ბიჭო. ბიჭო. მინიატურა პოლიცია და პატიმარი. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, დაპატიმრებული ხართ სასამართლოში, თქვენს წინააღმდეგ იქნება ყველა სიტყვა გამოყენებული, რასაც ახლა იტყვით. ძუძუები. სადუშოა ეს ნამა. ბიჭო, შენ რა გახარებული ხარ რაღაც, რა გჭირს და? რა ბიჭო რა. კაი ამბები მოხდა ამ დღეებში და იმას შევებოდით. კარგად იყავი, ხო არ ყდები? არა. ცოცხლო. ბოლო დღეა. დღე? აი, სახში ხა იმხელა კოღომიკბინა, რომ სახეზე დავიმახსოვრე რა. კი არა, ჩემთან იმხელა კოღოები არიან, ბიჭო, ორი მიჭერდა და ერთი მკმენდა ხოლმე. აი არ გადარეული ვარ, კაცი ხა. ბიჭო, ბურთი დამეკარგატო? რა ბურთი დაგეკარგა? ბურთი ხელშია, რო თამაშებდი, ბიჭო, ბურთს. სად არის, არ არის. კაი, ახალს გავაკეთებ, არ არის პრობლემა, ხო, მიდი, გავაგზელებ. ძველი იყო ეგ. აი, ხა არ ვიცი ეგ ანეკდოტი არ მითხრა, ხა ახალს გავაკეთებ.
ო, ანეკდოტია ეგ. მე წაკმე ხო? მე გაგაფრთხილეთ ბიჭებო. თუმცა მაინც კარგი გამოსვლა იყო. მე კმაყოფილი ვარ ჟიურის წევრების ალბათ კმაყოფილები. ასაკი გავითვალისწინოთ დამწყები იუმორისტები, შვენიერი. რამე სხვა რუჩევთ როგორც გამოცდილი სტაჟიანი იუმორისტები? პირველ რიგში მე ყოველთვის აღნიშნავ, რომ ასეთი ახალგაზრდების 16 წლის ასაკში ძალიან მისასალმებელია, რომ თან თავისით მუშაობენ რაღაცებზე, ქმნიან რაღაცებს და აუცილებლად პერსპექტიული იუმორისტები იქნებიან ეს ადამიანები. բոլ შემთხვევაში მე მინდა რომ ასე იყოს. ავი შვენიერი გაგზელეთ ასე და უკეთესად და უკეთესად. დიდი მადლობა ბიჭებო, მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა არის. დიდი გამოცდილება მივიღეთ და რავი, წაგება და მოგება ძმები არიან ისევე როგორც მე და გოგა, მახარაშვილი, კაკალაშვილი და აი ესე. თუ დავწერეთ რამე ახალი დაბრუნდებით აუცილებლად. მოდი შემდეგ მონაწილეებს გამოვაცხადებ. ეს არის დუეტი გიგა ნაკაიძე და დათო დავითაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნო რომ მობძანდით 18 წლის 19 წლის. 19 წლის რომელია? 19 ვართ ორი. თითქმის. ამასობაში გახტნეს ამ კითხულობდი რა. ასე დიდი ხანია მოსული ხართ, იმიტომ 18 წელი გიწერიათ ალბათ აქ შეგისრულა თუ. ჰობი გაქვთ საინტერესო ძალიან. თქვენ დავითი ხო? დათო. ბღორინი. კიდე ერთი ახალი სიტყვა. ბღორინი. ბღორინი. რა არის ბღორინი? ბღორინი არის ტროკინისა და ყროყინის შუა. ყროყინის შორის რაღაც ხმას რო გამოსცემს ადამიანი, ალბათ ისა ბღორინი. ბღორინი. ძალიან კარგი. ჰობი, მოგზაურობა, ცეკვა. კი. თუ წახვალ სამოგზაუროთ, იცეკვებ. იცეკვებ. თუ არა, ვერც იცეკვებ. დალაგებული ქრონოლოგიურად. ჯერ მოგზაურობ, მერე იცეკვებ. მაინც. მოგები შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას გიზა არ ვიცი ჯერ მაგრამ კაის საქმეს არ ვიზამ. რა. კაის რას ვიზამ? რანაირად გავატანო ახლა ფული? დიდი სმაილით. რანაირად გავატანო ფული ახლა რა ვიცი რას ვიზავს. რა იცი რას იზავს? მაგრამ მოდი ვცადოთ. მაგრამ ვცადოთ, კი ბატონო. ვცადოთ. ბიჭებო მზად ვართ? წარმატებებს გისურვებთ 1, 2 და 3. აუ სამოგზაუროდაც არის მოსული და დადიცეკვა. ძალიან საინტერესო ვერსია იყო. მუსიკა, ცეკვა, ყველაფერი. სიმღერა. შვენიერი იყო, ბიჭებო, გილოცავთ 50 ლარი გაქვთ. კარგია, მაგძელებთ თამაშს. ძალიან კარგი. 1 ახლა რო გაგზელდეს კიდე. წინასწარ გამოცხადე. თამაში თუ ცეკვა იქნება კიდე რა. მონო, გამოცხადება გნებავთ თამაში. აბა? შემდეგი მინიატურად მონოლოგი არ ვიცი რა დავარქვა, წყილა ჭანჭულა მეგრულად. გასაგებ. 1, 2 და 3. გოდიერ ეს წყარი, წყი გესხაბო, გოსო გინოსხაბო, ჭიჭყიდა გესხაბო, გოსო კათხას გინოსხაბო, წყი ხუწო ჭიჭყიდა, სიგოთონანო ჭიჭყიდა, მუნდი ბარი გოსო გინოსხაბი დანგალიოჩე. აი შედგება აჭარულად. ციცავ გულრომ გატკინე ვიტანჯები დილაის საღამე. რაი ბერეთი დემიმართა არ დავტიე ფალბად საღამე. ციცავ მასე გემევიდა სერო მასე დიგინახე იმფერამი ცუცუნდა რომ ყიღა მამძრად ყავი აგზე. ციცავ შენომ შემიყვარდი არ დავტიე სადმე ვარდი. გუშხამ შენზე რომ დავდობდი კრავტიდან გედმე ვარდი. ავდექ გედევხედე ფანჯარაში მობლაყუნებ თეთრიაში. მეთქი ამაი მოვაჯდები გუუყვები ფაცაის სახში. ციცავ მიყვარხარ და ვიცი. ასე ლარი უკვე. გილოცავთ ბიჭებო, 100 ლარი გაქვთ? მადლობა. შვენიერია, როგორი მრავალფეროვანი წარმოდგენა. ხან ცეკვა, ხან სიმღერა, ხან ლექსი, ხან მეგრულად, წყილი და ჭიანჭველა. გზათა ხარ? არ თამაშო? წვეთ თამაშ. წვეთ. ამას არ ველოდი ბიჭებო თქვენგან ნამდვილად. 200 ლარია წინ.
კი, მაგრამ წვეთ. იქნებ დარჩა რამე კარგი. აი, იქნებ ცეკვა რაღაცა სიმღერა. არა. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება. ნიკოლოსთან ქონდა ერთი ლექსი, თუ შეიძლება ვიტყვი. თამაშგარე? ხო, თამაშგარე. კი ბატონო. ეს ძაანი. კომედი არხში გავიჩითე, ავიკიდე გრიპი, ნიკოლოს გილათვალე, გოგოვის სპორტი მაგ და არ დავიგდო დღიპი, ჰა? ესე აზრი არ არის ძუდი მაგრამ ასილარი გამოვიდეს სეიფიდან აპლოდისმენტები დამსახურებული ასილარი. იო ზაფუჭერო იმედია კიდე კი. ბაბა ძანი მელოდები თუნისლებ. აპლოდისმენტები გავაცნო. არ გაგზავნებულა. ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი გამოსვლა, მონაწილეობა. რაც მოვასწარით, გამოვიტანეთ, რაც ვერ მოვასწარით, კიდე შემდეგში გაჩვენებთ. შემდეგში აუცილებლად. აი რაც ნიშნავს დროზე მიხვდნენ და შეწყვეტენ. კი ბატონო, ხო? არ იყო ნამდვილად ცუდი ყვაწვილები, თუმცა რაღაცები ძველი იგივე შენ იგივე რწყილი და ჭიაჭველა რაღაცები. ხო. არ შემიძლია არ თქვა უბრალოდ, ხო ხტები? მაგრამ იმედია რომ უკეთესად მოემზადებიან მომავალში და მე ამაში დარწმუნებული ვარ. მეტს აიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ჩვენ ამ ადამიანებს ამ სცენაზე კიდევ ვიხილავთ. მოდი შემდეგ მონაწილეზე გადავიდეთ. გიორგი კანაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა. რა გაიყოფილა? აბა, რა გვაინტერესებს? ბატონი, ამ შეკითხვასაც მოგების შემთხვევაში ვიკისრებ კარგ სუფრას. დედას პიცა ვარ. ქართლ. სუფრა გასარკვევია, სად და ვისთან იკისრებს ამ სუფრას? ჩვენ ვიგულისხმებით ამ სუფრაზე. კი, რა თქმა უნდა. თქვენ. მე ხო. არ ყველა არა უკეთესოდ. ესე იგი, ხო, სამი კაცი ხო მაინც. საქმიანობა უმუშევარი, მართლა გიგათორე. ეს შეგვიძლია ერთად თქვა. ჰობი უმუშავე. სადა ის? ყველა მუშაობ თუ რა? ჰობი გაქვს სამუშაო ზებნა. კი. კარგ ხასიათზე ფეხბურთის თამაში. ძალიან კარგ ხასიათზე სცენარების წერა. ახლა ხართ ალბათ საუკეთესოზე აქ რომ მობძანდით. ბოლოში გეტყვით, ახლა თქვენ რო ხდათ რა თქმა უნდა, ლამას საზოგადოებას კიდე მალე კაი ხასიათი ვარ, ძალიან შემართებით ვარ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მაშინ დავიწყოთ. აიხარეთ თქვენ აპლოდისმენტები გავახსნათ. გიორგი, მე წარმატებებს გისურვებ. წესები ვიცით? შეხსენება ხო არ გინდათ? არ მეზარება შეგახსენოთ. კარგი, შემოკარგო. 1, 2 და 3. ესე იგი დავიწყებ. გამთელობა. ნიკა, ეხლა სანამ შუტკებს დავიწყებ და ასე შემდეგ. ჩემს დარიკა ნოდარ ნათაძე. გადავედი ხო? არა, კარგად. გასაგებია, ანუ შაშან მოუყევი ძალიან თუ სიტყვაში, ახლა ძალიან დიდი სიტყვა მოვიდა, ალბათ მეტყვა ფიზიონომიაზე და ზრდაზე. თუ არ მეტყვა ალბათ გეტყვით მაინც. ვაი ნიკა. ვაი, დილასა მოდი უჩმენი სახლიდან. გაჭაპური ვიქით და მოდი აქ დავტოვე და შეგიჭამია. აჭამე შენ. აბა დააკლიჭე მინდი. ვილებ დააკლიჭე მინდი. არ აკლიჭე? აი, დააკლიჭე ვილებ, მაგრამ ხახვი იყო მანდ. კარგით. სიტუაცია ელტონ ჯონი. ეს ხახვი სიმართლე იყო თუ? არა, ვერ გამეცინა, არამედ ხაჭაპური შეჭამერა, რაზე გამეცინა, თუ იცი? ხახვი რო იყო. ხაჭაპურში, ხახვი თუ არა, ხაჭაპური. ხახვი? არა, გარ. ამასობაში ხახვივით 50 ლარიანი. ჩავიკუჭე ჯიბეში. გილოცავ. გმადლობთ. ალბათ ვაგზელებთ თამაშს. ეს თვით კი რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევები რომ 50 ლარზე ისე თქვა კი რა თქმა უნდა რაღაცა საინტერესო გველოდება მოემზადე ჩემო კარგო 1 2 და 3 სიტუაცია ელტონ ჯონი დიპლომას ასეთოს პატარა მონაკვეთში ჩემ მამაშო მცემ დამარტყი გამროვლ კი კარგით სიტუაცია მოხულცი და მაგარი ქალი და შეგერე დაახარე თავი ცხენია ხო შესაცოდაოში სიტუაცია ეკატერინე მეორეს ვერ გავს ტელეფონი აჰო კი მოვალ კარგით სიტუაცია უდაბნოში წყალი არ არის ახლები ზე მამალი გამოდგას ჩემისას სიტუაცია სტომატოლოგთან პროფესორი
თუ შეიძლება განაცვალე კბილი მტკივარ სიბზრის უკან და თუ შეიძლება რომ აი ხო მამიდა სამწუხაროდ დრო ამოიწურა სამწუხაროდ დრო ამოიწურა ზრობდი აი მეც გულმა მიგძრო რომ აი დრო ამოიწურებოდა მართლა სამწუხაროდ თუმცა კარგად დაიწყე მე დარწმუნებული ვარ რომ გიხილავ კიდე ამ გადაცემაში ხო იმედია გადაცემა იყო ძალიან საინტერესო უცნაურიც კი რაღაც საკითხებში მე მომეწონა და ჯობია აქ შეაფასოთ იუბურის რაღაც დონე ძალიან კაია მაგრამ დიდი მადლობა რომ მიიღო მონაწილეობა იღულიან კი არა და გააცემ და მოიკითხე მე რა მინდა უბრალოდ რო ვთქვა რა და ყველას მინდა ურჩიო ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება ნუ გასაგები ეს ხუმრობები რომ ყველას გონია რომ რატომღაც ყველა გაიცინებს იმაზე რომ ვიხუმროთ წელსქვევით ასე რომ ვთქვათ რა წელსქვევით ხუმრობებზე საერთოდ არის სასაცილო არა ხო და აი ასეთ რაღაცებზე ეს შეიძლება რაღაც მომენტში კარგად მორგებული რაღაც მომენტში მაგრამ სულ ყველაფერი ამაზე როა მიძღვნილი ამაზე ხელი მიყვარს მეც ვიტყოდი ერთ რამეს ანუ ხუმრობას ვცდილობენ რომ აი ჩვენ გაგვაცინონ და მე მგონი ჯობია რჩევის სახით რომ თვითონ ხუმრობა იყოს სასაცილო და არა ჩვენ გაგვაცინონ არა ხო ჩვენზე მუშაობენ რომ არის მაგაში სიმართლე მაგრამ სიმართლის მარცვალი არის მაგრამ ზოგად სასაცილოზე თქვენ თუ არ გაგეცინათ ფულს ვინ წაიღებს კი ბატონო უნდა გაგვეცინოთ ნუ ახლა პირველად ადამიანი ვაბადეთ მე და შენ აქ ხდება სახში ვართ ხო არა უშავს ხდება ხოლმე შემდეგი მონაწილე დიახ ეს არის ზურა ლოცულაშვილი აპლოდისმენტები როგორი თანამედროვე ხარ შენ ზურა? ფული არ ქონდა შავი, ფურცი ფული არ ქონდა. ეს რა? ფული არ მქონდა. ფული არ მქონდა. რა შემოგთავაზ ზურა? რა მაქსეებში რა შემოგთავაზ ზურა? ისეთი რომ არ ქონდეს. გამაცინე და მოვატეხავ ერთი მათეს. აბა რა მოგაინტერესებს? ესე იგი, საცხოვრებელი ადგილიდან დავიწყოთ. ტურგენევის ქუჩაზე ვცხოვრობ ხო გიწერია მან თუ არ ვიყავიო ვარ თბილისის ქუჩაზეო და მან თუ არა მაშინ ესე იგი თოდრიაზეო ხო სტადიონები არის მან და თოდრიაზე ვარო და ისე რომ შეგეწერა სადარ ცხოვრობ არა სად ცხოვრობ გასაგებია რომ გაგიფსი ერთი პურცელი ძალიან საინტერესო პასტა თქვენი იყო და მე მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას შევიტან ბანკში ეს პოზიცია რა უბრალოდ ჩემი ტკივილიცაა ბანკში რამეს დაფარავ თუ უბრალოდ შეიტან მომავლისთვის 2050 წელს გამოვიტანო მაშინ მომავლისთვის შეიტან გასაგებია ჭკვიანი ადამიანი თუ არა და ანუ ან ჩავსვამ ჩარჩოში და შვილიშვილებს ვაჩვენ საინტერესო ადამიანი ხარ როგორც ეთქობა კარგი პირველი ჰონორარი ძალიან საინტერესო ეკა რამეს ხوار დაამატებ დავიწყოთ საქმიანობაც მაგარი ჯერჯერობით ვსწავლობ ოღონდ ვსწავლობ ხარი წყალებში ნა საინტერესო ადამიანი მე ნიჭიერი ვარო ეგეს უწერი აი ნახოთ მოусმინოთ ზურა მზად ხარ კი აბა წარმატებები 1 2 და 3 ზეი გახსოვთ ჩარჩამ სოფლიო სახსასრული რო იყო წლის კათაურჩი და ახლა სხვათა შორის გუშინ ჩამოვედი ავღანეთიდან 4 წელი ვიმსახურე და 4 წლის მერე ჩამოვედი და ცოლის სურპრიზს მახვედრებს 6 თვის ფეხბზიმია ბიჭს ველოდები მამა უნდა გავხდე რო ჩამოვედი მე სტუმრა ჩერნობილელი მაია ჩემი დაქალი ესე იგი ჩერნობილიდან ჩამოვიდა გაგიჟებულია ჩერნობილში ერთ გულ ადამიანს ვერ ნახავ სულ 2 გული 3 გული 4 გული ეგრე და მე შევედით Facebook-ზე და რას ხედავთ გია სურამელაშვილმა სტატუსად დაიწერა რა კარგია დილით ადრე ადგომა და ნოდარ მელაძემ დაულაიქა და ისე გიო შენი საყვარელი სპორტი რომელია Range Rover ხო ამბობენ არა დატიშვილსაც უნდა და მაგ სპორტის გაყოლება მაგრამ მე ვაჯობ და კითხვა ნიკას თუ გაქვს 11 ყინული და 8 ბანანი რამდენი ვაფლი დაეტევა შენი სახლის სახურავზე სწორი პასუხია შინდისფერი რა გჭირს შინდისფერია პასუხი რა ხდება გავიკარგი რაშია საქმე რა ხდება სურეალიზმია თუ აი სადავართ 50 ლარი ვაფლმა მოაგებინა ადამიანს კი ბატონო შინდისფერმა ფერმა ძალიან ისეთი იუმორია სპეციფიური უნდა სხვა რა ფერები გაქვთ
ვაგზელებთ ხო ალბათ? ვალი მაქვს 170. ხო, არა, მესმის ახლა ბანკი მესმის. მე წარმატებებს გისურვებ. დარწმუნებული ხარ 50 ლარი არ გინდა რომ აიღო. აღარ შეგაწყვეტილი. 1, 2 და 3. არა, ამ კითხვის არ იყოს ზოგჯერ ისეთი არალოგიკური სისულელეების თქვა მიყვარს რომ 35 ქათამი რაკოინა. და სხვათა შორის გუშინ მეცნიერება დაამტკიცეს რომ ქალმა უნდა იცოდეს 70 რამ. ერთი საჭმლის კეთება, მეორე 69. ისა თქვენ გოგონი მაკიაჟზე რაღაც ლაქა სახია, კარგით ხო. და მეცნიერება ასევე დაამტკიცეს რომ სოფლიოს 79% ისეთი გარყვნილია რომ ყოველ წინადადებაში ხედავს რაღაც უზრდელობას. შემდეგ ბავშვებში ეკა ეს როგორ გავიგოთ ეს? რა ცუდი ხუმრობა. აი რაზე გაგეცი? ახლა 79-ზე მაინდა. 79-ზე რატო გაგეცე? რა არის ასაცი? ლაქაზე არა. აბა 70-ზე? ლაქაზე ვინდები არ მომეწ. ლაქაზე? ლაკა ხო შარშანდელი ხუმრობაა. მეც მისვია მაკიაჟი. ამან პირველ 50 ლარი რომ მოიგო, მე რო გამეცინა, იმაზე გაიცინა. ახლა ამან მეორე. გასაგებია. ნუ ამასობაში 100 ლარი. 100 ლარი. 100 ლარი შენია. მე გილოცავ. წინ გაქვს 200 ლარი. თამაშობთ? რა თქმა უნდა. ნუ როგორი თამამი ადამიანია. ეს არ არის უკან დამხევი ძმაო. არ არის უკან დამხევი. 1, 2 და 3. თუ შეიძლება ბავშვებს ჩევას მივცემ ტელევიზიით გამოვიყენებ დროს, ბავშვებო, ნარკოტიკები არ მიიღოთ, იმიტომ რომ ციხეში მოხვდებით და ციხეში ნარკოტიკები ძალიან ძვირია. და ახლა კი სიტუაცია ამერიკელი მძლეოსანი. ახლა კი სიტუაცია ქართველი მძლეოსანი. დაე, მოკვდე ვაჟიშვილი, ვენაცვალე ჩემ მარჯვენას. ასევე ბავშვების თემას განვაგრძობ. ამერიკაში ვიყავი და ასეთი სიტუაცია შემოთქვა. ესე იგი, მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს. აბა ბავშვებო, რა მოდის 67-ის შემდეგ? 68. რა მოდის 68-ის შემდეგ? 69. რა მოდის 69-ის შემდეგ? პირი უნდა დაიბანო. გავიდა დრო. არ გამიმართლა. ხო და ეს ერთი რო ჩაიწვიდა დრო ამოიწურა და ბავშვებო დახუჭეთ ეყურები მაინც რა ვიცი ისე. აფარეთ ხოლმე პრობლემა. რა იუმორი იყო ეს 69-ს რა გადაეკიდე? ვერ გაქვს 69. რა? სამჯერ განიშნე თვალით გადადის 70. და 10-ზე გადადი. გადა 69. ტუჩით რო გექნა? ტუჩით რომ ეკრა მე ვიცი აქ რასაც ვიზარდე. ატეხავ და ამბავს გიორგი. რა არის? არა, მე მართლა მინდა და გულით რომ რაღაცა წინ წასულიყავ, მაგრამ 69. არა, ხო. 69-ის ბრალი არა. ასე რომ ნუ მიეძალებით 69-ს, აპლოდისმენტებით გავაციოთ ეს ადამიანი და დიდი მადლობა გადავხადოთ. მე კიდევ დიდი მადლობა. მაყოფილი ვარ მაინც რომ მომიწია ასეთ ხალხთან გამოსვლა, მუშაობა, მართალია ცოტა ხუმრობებში არ გავიმართლა, ალბათ ვერ მოვზომე, მაგრამ მაინც მაყოფილი ვარ. და თუ მომეცემა შანსი შეიძლება კიდევ ერთხელ გამოვიდე და გავაკეთო ჩემი მაქსიმალური და უფრო კარგად ავარჩიო ხუმრობები. კიდევ ერთხელ მისასალმებელია, მინდა ვთქვა, რომ ასეთი ახალგაზრდა ყმაწვილები 16 წლის, 15-ის, 17-ის მოდიან აქ და ხუმრობენ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკეთესი რაღაცების მოფიქრება შეიძლება, შევისახეთ, მინდა უთხრა, რომ არ გვიდეს 69-70 ეკატერინე რო ჭიხვინებს და ცხენი რო ურეკავს, ესე ძველი ხუმრობ 1000 რაღაცები შეიძლება უკეთესი ჩემო კარგებო. დაწმადია ხო? ავანერვიულებს 50 ლარი მჭირდება სასწრაფოდ დამაწყრობებელი რო დავლიო. რო ვიყიდო. ეკა, მოდი დღეს შენგან დავიწყოთ დღევანდელი გადაცემის რეზუმე გავაკეთოთ. გადაცემის რეზუმე. რას ვიტყვი და ძალიან სერიოზული ყოფილი ვარ. არ, მე მეგონა რომ აქ მოკვდებოდი სიცილი და თუმცა ძალიან მეც რაღაცა ეგეთ განწყობით მოვედი რომ მეთქი ვაიმე დედა რა გავაკეთო თქო, ვერ გავჩერდები თქო და შემძლებია რაღაცა. მე კმაყოფილი ვარ. მეც შენ შეინარჩუნე ჩვენი ბიუჯეტი. კმაყოფილები ვართ არა? რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ ზოგადად რაც შეეხება დღევანდელ დღეს კარგია და მივესალმები რომ
ყველა ასაკის ადამიანი იყო მობრძანებული თუ შეიძლება 16-დან 56 წლის ადამიანამდე და ჩემთვის ყოველთვის არის აღსანიშნავი ეს ფაქტი და მისასალმებელი რომ საქართველოში ყველა ასაკის ადამიანს აწუხებს ეს სცენი, რასაც იუმორი ქვია. რამდენად გამოვდის ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. თავარი აწუხებს. მაგრამ აწუხებს თავარი ეს სცენი და მინდა ძალიან რომ ყველა შეაწუხოს ამ ადამიანმა, ამ სცენმა ადამიანები. ეგრე. აპლოდისმენტები, მეგობრებო. რომ მე მინდა იუმორის სცენით ყოფილიყო დაავადებული. გისურვოთ რომ დაავადეთ იუმორის სცენით, მადლობა გადაგიხადოთ რომ აქ იყავით დღეს ჩემთან ერთად. თქვენ დიდი მადლობა და ხოლო თქვენ გელოდებით ერთი კვირის შემდეგ აქ ამ სცენაზე წელს ქვემოთ, წელზემოთ იუმორი, ყველანაირი იუმორია. მე მოვისმენ და ეს ადამიანები განსჯიან. ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.